მოგესალმებით ზურფასო რადიოს შემოვლება, ეს არის ფინანსური კვირა, ტრეიდერების საფთან ერთად და მე მისი წამყვანი რატი ქირია ვარ, ტრეიდერების საბის ხელმძღვანელი. ხო, დღეს უჩვეულო ეთერი გვექნება, იმიტომ რომ ვარ მარტო, ჩემი გუნდის და კოლეგების გარეშე, ამიტომ შევეცდები რომ დღეს ვისაუბრო იმ საინტერესო თემებზე, რომელიც ვფიქრობ, რომ კვირამდე არის შემაგროვებელი და შემაჯამებელი ეთერი. მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გავამახვილო ყურადღება არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული არის უკვე მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით ბაქოსთან მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვიცით, მოხდა დრონებით შეტევა. ხო, ეს ფაქტი ძალიან საინტერესო არის იმ ჭრილში, ჩვენ რო ფინანსურ ჭრილში რო ვისაუბროთ, რადგან როგორც ვიცით, ბაქო ჯეიჰანის მილსადენზე არის ძირითადი აქცენტი, თუმცა ამ ეტაპზე შეტევა მოხდა არა მილსადენზე, არამედ უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ფაქტის მდგომარეობიდან გათვალისწინებით, ზოგადად არსებული მდგომარეობიდან გათვალისწინებით, ზოგადად ნავთობის მდგომარეობა და ნავთობის ღირებულობა გლობალურ ბაზარზე რადიკალურად გაზრდილი არის. იმიტომ რომ მიმდინარე მოვლენების გამო კარგად მოგხსენება, რომ ირანი ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი და ის ყურე, რომელშიც ხდება ნავთობ ტანკერების გამავლობა, აი ამ გამავლობის ჭრილში არის ჩაკეტილი უკვე რამდენიმე დღე არის და ამის გამო, რა თქმა უნდა, სოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულობა მკვეთრად გაიზარდა. ხო, რომ მიყვეთ სხვა საინტერესო დეტალებს და იმ თემებს, რომელიც დღეს შეიძლება რომ გაგიზიაროთ, არის ის მიმართულება, რომელიც არის თუნდაც მაგალითად პირველ რიგში Tesla კომპანია, რომელსაც არაერთხელ გვისაუბრია და ბრიტანეთმა, ბრიტანეთში გვაქვს Tesla-ს გაყიდვების მდგომარეობის მაჩვენებელი დღეისთვის, რომელიც საკმაოდ რადიკალურად შემცირებული არის. იმიტომ რომ Tesla-ს გაყიდვების ბრიტანეთში მკვეთრად შემცირდა, თუმცა BYD კვლავ უსწრებს მას გაყიდვების რაოდენობით. Tesla-ს გაყიდვები გაერთიანებულ სამეფოში თებერვალში მკვეთრად დაეცა, თუმცა კომპანია კვლავ უსწრებს ჩინელ კონკურენტ BYD-ს მონაცემები. კვებითმა ორგანიზაციამ New Automotive ოთხშაბათს გამოაქვეყნა და თებერვალში Tesla-ს ბრიტანეთში 2208 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45 თითქმის 46%-იანი კლება არის. ამავე დროს BYD-ს გაყიდვები 40%-ით და თითქმის 51%-ით გაიზარდა და 968 ერთეულს მიაღწია. შედარებით რო ვთქვათ, BYD-ის შემთხვევაში გაყიდვების რაოდენობა მანქანების ჭრილში არის, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალი, თითქმის 2.5-ჯერ დაბალი, თუმცა ტენდენცია გვეუბნება იმას, რომ BYD-ის მანქანები ბრიტანეთში ნელ-ნელა პოპულარობით სარგებლობს და ნელ-ნელა ეს კომპანია, ამ კომპანიის პროდუქციაც ავტომატურად საკმაოდ პოპულარული ხდება. ასევე ძალიან საინტერესო არის და ერთხელ გვისაუბრია ჩვენს ეთერში ისეთ თემატიკაზე, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი და იმ ხელოვნური ინტელექტის შექმნელი კომპანიები, რომლებიც სოფლიო ბაზარზე დომინირებენ და გვთავაზობენ სხვა პროდუქტებს და ვიცით რომ ჩვენი ალბათ უმეტესი თუ არა მინიმუმ უმრავლესობას მაინც გამოუყენია ისეთი ხელოვნური ინტელექტები, როგორც არის თუნდაც Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც რამდენიმე მათგანი გააჩნია და რა თქმა უნდა AI პლატფორმებიდან გამორჩეული არის ChatGPT, თუმცა Morgan Stanley-ის მიმართულებით მინდა ვთქვა, რომ პროგრამული კომპანიები ხელოვნური ინტელექტის ჰაიპიდან პრაქტიკულ დანერგვაზე გადადიან. Morgan Stanley ამას გვეუბნება, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სექტორი გადადის ხელოვნური ინტელექტების პრაქტიკულ საწარმო დონეზე დანერგვის ეტაპზე და ანალიზის მიხედვით ინვესტორების ყურადღება სულ უფრო მეტად გადადის იმ მომწოდებლებზე, რომლებიც სთავაზობენ სტრუქტურირებულ და უსაფრთხო არქიტექტურას და არა უბრალოდ დამოუკიდებელ ავტომატიზაციის ინსტრუმენტებს. იმიტომ რომ პირველ რიგში მოგვეხსენებოდა, რომ ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზება ხდებოდა როგორც დამოუკიდებელი და სისტემა, რომელიც უბრალოდ ჩანაცვლების ფუნქციით გამოირჩეოდა, თუმცა კომპანიების მიერ ორგანიზებულ ბოლო კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ საწარმოს AI-ის დანერგვა ამ ეტაპზე კონცენტრირებულია მიზნობრივ გამოყენებაზე. მაგალითად, როგორც არის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე და უფრო მეტად მუშახელისთვის მხარდაჭერის ფუნქციაზე, რომ კიდევ უფრო მარტივი იყოს მუშაობა თუნდაც მომუშავე კომპანიებისთვის შიდა არსებულ სისტემაში ისეთ პროექტებზე, როგორც არის თუნდაც წარმოება და ამ ყველაფრის ორგანიზება. ასევე ძალიან საინტერესო ტენდენცია გვაქვს, ჩვენ წინა ხუთშაბათს ქონდა საუბარი აზიაზე და აზიაში
კვლავ გრძელდება ჰონგ-კონგში საცალო გაყიდვები იანვარში 5.5%-ით გაიზარდა და აღდგენის ტენდენცია გრძელდება. ჩვენ გვქონდა წინა ხუთშაბათს საუბარი მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით, რომელიც საკმაოდ მკვეთრად ფასმატობაში გამოირჩევა და ნელ-ნელა ბრუნდება ბაზარი და ჯამრთელდება აზიური ბაზარი. ჰონგ-კონგში საცალო გაყიდვები იანვარში წლიურად 5.5%-ით გაიზარდა და ზრდის ზედიზედ მეცხრე თვე დაფიქსირდა. მთავრობის მიერ 4 შაბათს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით გაყიდვების საერთო ღირებულებამ 37.3 მილიარდ დოლარს ჰონგ-კონგურ დოლარს დაახლოებით 4.77 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და შედარებისთვის ეს დეკემბერში არსებულ გაყიდვებზე 6.6%-ით არის გაზრდილი. ფიზიკური მოცულობის თვალსაზრისით იანვარში გაყიდვები 3.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 5.1%-ს შეადგენდა და რაც ზრდის ტემპის გაზრდას გულისხმობს და საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვები არის. ხო, ბრიტანეთს რომ დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ბრიტანეთმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი და მზად არის რომ ჩაერთოს ირანთან ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია ომის პროცესში და ბრიტანეთში კიდევ ერთი ამბავი ესეთი თემა წამოიჭრა, იმიტომ რომ მოგვიხსენება რომ სოფლიო ყველა ქვეყანა დამოკიდებულია ნავთობზე და ის წინა თვეებში წამოწეული თემა ბრიტანეთმა ნავთობის კომპანიებისთვის გადასახადის შემცირება გადაიფიქრა. ანუ ირანში მიმდინარე კონფლიქტმა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ ბრიტანეთის მთავრობის ეკონომიკური გეგმის შეცვლა მოუწიათ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივზმა უარი თქვა გეგმაზე, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიებისთვის გაუთვალისწინებელი მოგების გადასახადის, ეგრეთ წოდებული windfall taxes ვადაზე ადრე გაუქმების ითვალისწინებდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით მინისტრებს ამ კვირაში უნდა გამოეცხადებინა გადახდების გაუქმების შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობით 2020 წლის მარტამდე ძალაში უნდა ყოფილიყო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ცვალებადობის გამო და ცვლილების გამო ეს გეგმა სრულიად შეიცვალა და გამოდის რომ ამ გეგმას ვეღარ განახორციელებს რეალურად ბრიტანეთი თავის ქვეყანაში, რაც იყო რომ უნდა გაეზარათ ეგრეთ წოდებული ტაქსაციის ნაწილი ნავთობ კომპანიებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება მათ შორის რუსეთის თემატიკაზე და კვლავ ენერგო ბაზებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ეს ყველაზე პოპულარული თემა არის აი ამ მიმდინარე პროცესთან მიმართებაში და რუსეთი შესაძლოა ევროპის ენერგო ბაზრიდან გავიდეს სრულიად. ამაზე ვლადიმერ პუტინი ევროპული ბაზრის დატოვებაზე და პარტნიორობის შეცვლაზე უკვე ალაპარაკდა. 4 შაბათს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპის ენერგეტიკული ბაზრიდან გასვლას და პარტნიორობას უფრო საიმედო მხარეებთან გააგრძელებას განიხილავს და მისი განმარტებით ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისით არის გამოწვეული, რაც გლობალურ ბაზარზე დიდ არასტაბილურობას ქმნის. პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპული ბაზრის ნაცვლად აქცენტი სხვა პარტნიორებზე გადატანა შეიძლება ლოგიკური ნაბიჯი იყოს, თუმცა ხაზგასმით თქვა, რომ საბოლოო გაწყობა ჯერ მიღებული არ არის და საკითხი მხოლოდ განხილვის პროცესში არის. ამასთანავე რუსეთიდან მათ შორის ვით საქართველოში და აზერბაიჯანიდან შემოდის LNG ეგრეთ წოდებული თხევადბუნებრივი აირი და ტანკერებზე გამოცხადებული არის, გამოცხადებული თავდასხმა ტერორისტული აქტი უწოდა. თუმცა მომხდარის გამო რეალურად ამის გასაჯორებას არ აპირებს. მაგრამ ალბათ იმოქმედებს თუ არა საქართველოში არსებულ შემოსულ საწოლზე ეს პროცესები, ალბათ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ბევრ დეტალს გავიგებთ. ხო, ნორვეგიის თემა ძალიან საინტერესო არის. ნორვეგიის სუვერენულმა ფონდმა აშშ-ში განახლებად ენერგიაზე პირველ ინვესტიცია განახორციელა. მოკლედ ყველა მაქსიმალურად ყველა ქვეყანა უკვე ზუსტად აი ენერგო ფაქტორებზე ახდენს უფრო მეტ აქცენტს, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ არსებული პრობლემებით მათ უნდა დაიწყონ სხვა პოტენციური რესურსების მოძიება და ამ შემთხვევაში ნორვეგიამ განახლებად ენერგიაზე დაიწყო მთავარი აქცენტი და განხორციელება სურს რომ მოახდინოს და დაახლოებით ვარაუდობენ რომ რეალურად მთლიანი საწარმოო ღირებულება რომელიც მათი კომპანია არის NBIM-ი 425 მილიონ დოლარს გადაიხდის კაპიტალის წილისთვის, ხოლო პორტფელის მთლიანი საწარმოო ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. და ამ მიმართულებით ცდილობენ რომ 17 მზის ელექტროსადგურის და 5
5 ხმელეთის ქარის ელექტროსადგურის პორტფელიში დამატებას და მოკლედ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს უკვე ნორვეგიის მთავრობაც. ხო, გვაქვს ასევე საინტერესო ინფორმაცია Santanderis მიერ Webster Financial-ის შეძენა შეძლო ამერიკა და ესპანეთის სავაჭრო დაწესებულებამ შეაფერხოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ Santanderis ესპანური ბანკია და ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით ესპანეთმა უარი განაცხადა ირანისთან ბრძოლასთან მიმართებაში ხარდაჭერაზე და რის გამოც მოკლედ ტრამპმაც საჯარო საყვედური გამოუცხადა ესპანეთის ხელმძღვანელობას და შესაძლოა რომ ამ Santanderis ბანკი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ევროპაში და ვფიქრობ ბევრი მათგანს თქვენგანს გინახავთ ეს ბანკი, მოკლედ შეიძლება რომ Webster Financial-ის შეძენა მოკლედ გაუჭირდეს. თუმცა ეს გარიგება მაინც ვახსენოთ, არის შეფასებული 12.2 მილიარდ დოლარად. ეს გარიგება შეფასებული არის და ამის გამო რომ მიმდინარე პროცესების გამო შეიძლება Wells Fargo-ს ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს პროცესი შეიძლება რომ რეალურად სრულად ჩაიშალოს ან საერთოდ გაიწელოს, იმიტომ რომ არ იციან როგორი ურთიერთობა გაგრძელდება ესპანეთსა და ამერიკას შორის აი ამ ამბების შემდეგ თუ პროცესის განმავლობაში. ხო, მოკლედ ესპანეთი როგორც ვახსენე ამ თემასთან მიმართებაში არ არის აქტიურად ჩართული და პარალელურად უკვე კრიპტოსაც შევეხოთ, კრიპტოს შემთხვევაშიც საკმაოდ სოლიდური თანხების გადინება ხდება კრიპტოს სამყაროდან. იქიდან გამომდინარე, რომ ირანში მოგეხსენებათ, რომ მაინინგი თითქმის უფასო არის და აქედან გამომდინარე მასიური გადინება და თანხის გადანა ხდება კრიპტოვალუტების დახმარებით, თუმცა ამის პარალელურად ბიტკოინი კვლავ გაიზარდა გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად და ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი ამ ეტაპზე დაახლოებით $72,000-ზე ივაჭრება. ქონდა ტენდენციურის და შეიძლება ეს დავუბრალოთ იმ გუშინდელ გამოსვლას, რომელსაც ტრამპს ქონდა ეგრეთ წოდებული შეკრება კომპანიის წარმომადგენლებთან და სამთავრობო ხელმძღვანელებთან და ყველამ რაღაც დოზით საქებარე სიტყვები გამოხატეს. რა თქმა უნდა, ეს ყველა მათგანი იყო მხარდაჭერელი, არ იყო იქ ოპოზიციური ძალა, რომ მათაც რაიმე დაეფიქსირებეთ, თუმცა ვიცით, რომ საკმაოდ დიდი გარჩევები მიმდინარეობს ამერიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უკვე აი ამ დაძაბულობას ნაწილი, რა თქმა უნდა, ხალხი არ ემხრობა, ნაწილი ემხრობა და მოკლედ ხდება სრული განხილვა. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე $72,800-ზე უკვე ამოვიდა. მანამდე რამდენი კვირის განმავლობაში ჰქონდა $63,000, $60,000, $49,000 და მიუხედავად აი ამ დაძაბულობის ფონისა, რეალურად კრიპტო ამოტრიალდა მთლიან ბაზარი და ნენელად ცდილობს, რომ მიუხედავად აი ამ გადინებული თანხებისა, კვლავ შეინარჩუნოს თავისი ძლიერე. ხო, სულ რაღაც ამდენი დღის წინ კვლავ BlackRock-მა შეისყიდა ბიტკოინი, კვლავ შეისყიდეს სხვა ფონდებმა ბიტკოინი, იმიტომ რომ როგორც ვამბობთ ინვესტიციებში by DP, ანუ სიღრმიდან მოხდა ბიტკოინის შესყიდვა ზოგიერთი ადამიანებისთვის. პარალელურად არ არის კარგი მდგომარეობა, მაინც და მაინც ისეთ ბირჟებზე, როგორც არის კაპიტალის ბაზარი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე თუნდაც რომ ვაკვირდებით USA's, ეგრეთ წოდებული NASDAQ-ის მაჩვენებელს, NASDAQ-ის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 25,062-ის ნიშნულზე იმყოფება, მაშინ როცა მისი ღირებულება 26,000-აც უკვე გაცდენილი იყო ზუსტად 4 შაბათს გუშინ და დღეს უკვე კვლავ ქვემოთ არის ტრენდულად ფასის კორექცია ხდება და ნახოთ როგორ განვითარდება. იგივე მდგომარეობა არის იაპონიაშიც და იაპონურ ინდექსეც 225-ის ინდექსის მაჩვენებელზე და მოგვეხსენება, რომ ეს ინდექსები პლუს-მინუს ერთად მოძრაობენ ბაზარზე, მაგრამ ეს მდგომარეობა კვლავ მიუთითებს იმას, რომ კაპიტალის ბაზარი ცოტაოდენ კორექციაში მაინც გადავიდა იმის გამო, რომ მასიური გაყიდვები მოხდა აქციების. მათ შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც თუნდაც დაზიანდა, აღარ მახსოვს ზუსტად რომელ ქვეყანაზე ქონდა გოგსაუბარი, ეს არის არაბულ ქვეყანაზე, სადაც არის ერთ-ერთი წარმოებელი კომპანია, რომელსაც მათ შორის აქვს ნავთობთან სული კარგი დაკავშირებული აქტივობები, თუმცა ამ ეტაპზე
ამ კომპანიის აქციების ფასებით, ამ ნავთობის კომპანიის აქციების ფასებით, მკვეთრად არც ერთი მათგანი არ შემცირებულა. ასევე Amarok-ი, რომელიც წიაღისეულის მოპოვებელი კომპანია და არა მარტო წიაღისეულის, ეს კომპანიაც დაზიანდა ამ შეტევების დროს, რომელიც ასევე არის აღმოსავლეთ რეგიონში განთავსებული თავისი ერთობლივი მომპოვებელი საბადოებით, თუმცა მაინც დიდი მოძრაობით არ მოხდება მისი დაზიანება. ერთი რამ, რაც ნამდვილად საინტერესოა, ის უნდა გამოვყოთ, ეს არის რომ ეს ეგრეთ წოდებული შაბათ-კვირის ირანზე უკეთ პირველი შეტევის ფაქტი იმით აიხსნება, რომ რეალურად ამერიკული მთავრობა და ისრაელი თავიდანვე მზად იყვნენ, რომ ეს ბაზარი გრძნობელობა დაბალი ყოფილიყო და პანიკა ბაზარზე არ მოხდარიყო. ამიტომ აქედან გამომდინარე დოლარის მაჩვენებელზე კლება დიდად არ ფიქსირება და დოლარის მაჩვენებელი აი ამ ომის პერიოდში საკმაოდ კარგად ყარდება და ამ ეტაპზე დოლარის ინდექსი 98.9 ნიშნულზე არის ამოსული რა რაც სავსებით ცოტა უცნაური არის იქიდან გამომდინარე რომ რეალურად ომის პერიოდში მსგავსი ვალუტები უფასურდებიან, მაგრამ აი ამ შაბათ-კვირით დაწყებულ აქტივობის გამო პანიკა მოკეთ შაბათ-კვირას დარჩა. და ბოლოს ოქროც უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ომის დასაწყისშივე ჩვენ ველოდებით რომ ოქრო იქნებოდა რადიკალურად მაღალ პოზიციებზე და შესაძლოა რომ ასულიყო ახალ მაჩვენებელზე, თუნდაც რომ გაცდენი იყო 5600 ნიშნულს, მაგრამ კვლავ რადგან შაბათ-კვირას დაიწყეს ეს პირველი ეფექტი, მოკლედ შაბათ-კვირამ გადააგორა და ოქრო არათუ ისდება, არამედ მიდის კორექციაში და ამ ეტაპზე $5,163 ივაჭრება 1 უნციის ღირებულება. ხო, დღეისთვის ვფიქრობ, რომ ეს იყო, რაც შევეხეთ როგორც კაპიტალის ბაზარს, ასევე სავალუტო ბაზარს, სასაქონლო ბაზარს და ამ თემებზე უკვე კვლავ შემდეგ ხუთშაბათს დაგიმურდებით უკვე ჩემს კოლეგებთან ერთად და კიდევ უფრო მეტი მსჯელობა გაიმართება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და იმ აქტივებზე, რომლებიც აი ამ პროცესების პერიოდში ზოგი მათგანი უფასურდება, ზოგი მათგანი კი პირიქით ყარდება უცნაურად. სულ ეს იყო, მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს მსმენელებს და დაგემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე დროებით.